ამან რა ტვინის შეჭამა რა ვიღაცა რო ამბობდა გაჩერებული ფუჭდება მე მგონი მართალია ვა ბესიკ კაკლა შენ ზოგ ფიქრობდი ჩემო ძმაო ეხა იდეაში გაჩერებული არ ფუჭდება გავრეცხე დიდი ხანი იდგა თვენახევარი იდგა და გავრეცხე და წყალი ჩავიდა ცილინდრებში და წეგან დავაჰერი ამოვიდა ცოტა პერებო იქონდა გავასწორე ყველაფერი მანქანა ჯანზია არანაირი პრობლემა არ აქვს როგორც დაგპირდით წლევანდელ წელს საუკეთესო დროს დავაფიქსირებთ 1.4 მილზე ანუ 440-ზე 100-200-ზე და 200-250-ზე რაც შეეხება დღევანდელ დღეს ჩვენთან სტუმრად არიან BMG auto მოვა ჩვენთან ეხა უკვე წუთი წუთზე უნდა მოვიდეს ბიჭები და ძალიან მაგარ პოდკასტ შემოგთავაზებთ ასევე დაიდება BMG auto-ზე ასევე დაიდება ჩვენ YouTube არხზე ეხა ეს ვიდეო რასაც ვიღებთ მეგობრებო და ეს ვიდეო არ გადაახიოთ რადგან ამ ვიდეოს ბოლოს ძალიან მაგარ სიახლეს გეტყვით და დამიჯერეთ თქვენთვის საინტერესო და მაგარ მანქანას გთავაზობთ და დაელოდეთ ბოლომდე უყურეთ არ გადაახიოთ ეხა კი წავედით პოდკასტი BMG auto-სთან ერთად მოდი 340-ից განვიხილოთ ცოტა განვიხილოთ ბოლომდე მაინც ვერ განვიხილოთ იმიტომ რომ ეს მანქანა თავიდან ბოლომდე რო განიხილო 1-3 საათიანი ვიდეო უნდა ჩავწერო და ეტაპობრივად ჩვენ შემდეგ გადაცემებში და ჩვენდებ ვიდეოებში კიდე წვრილმანებს გეტყვით ჩვენ მანქანას წავედით ეხა კი პოდკასტს უყუროთ ავჭი მოვყვეთ და ვისაუბროთ ამ პროექტზეც, წინა პროექტზეც. წინა M3-ზე, ხო? ხო, წინა M3-ზეც ვისაუბროთ. რატო გავყიდე მაგასაც ვიცი? ხო, რატო გავყიდე მაგასაც გკითხავ. წინა წელს რეები გქონდა, ანუ რა ჩეპები გქონდა. აუ, წინა წელს თუ ჩეპები გქონდა. ხო, მაგაზეც მოვყვეთ, იმიტომ რომ მე ვიყავი ერთ-ერთ ტრაქზე წამყვანი, ძალიან გელოდებოდი რაღაცა და გაროჩე რა. იმენა. ხო. კარჩე ეს ჩავთვალოთ რომ 60.000 მეტი, ხო? 60.000-იანი სუფრა, 100.000-იანი სუფრა არის რა. 100-კა. 100-კა სუფრა. და 100-კა ნახვა უნდა კონდეს ამ ვიდეო. მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით ბუბუ ჯინჭარაძეს სერვისში. ბუბუ, პირველ რიგში მოგესალმები, როგორ ახარ? კარგად. თქვენ როგორ ხართ? ჩვენც კარგად ვართ ძალიან. მოგესალმები თქვენს მაყურებელს, ასევე ჩვენს მაყურებელს. გისმენთ. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, მოკლედ შენზე და შენს ავტომობილზე. ძალიან საინტერესო პროექტი გაქვს. საკმაოდ დიდი ხანია ეს პროექტი გრძელდება და მე მგონი ყველა გზა გაიარე. დაწყებული 600 ცხენიდან, 700 ცხენიდან, 800 ცხენიდან და დღეს ეხლა სათხარ თუ საიდუმლო არ არის, სადამდე მივედით. ნუ საბოლოო შედეგი ბოლოს 1 წლის უკან დინოზე რო იდგა 1480 ცხენი დაწერა ძრაუზე. მაგრამ მე დავწიეთ წნევა, რადგან შესაბამის ნაწილებს ველოდებოდით. მაგ ჯანის რეალიზებას მაინც ვერ გავაკეთებდი და 1200-ზე ძრაუზე გავაჩერეთ. მოდი, მოვყვეთ წინა სეზონი. ძალიან ისეთი სეზონი გქონდა, მე მახსოვს, შენი გავლები რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წამყვანი ვიყავი და უყურებდი და აი ავტომობილი რომ მოდიოდა გრძნობდი რა, ანუ თვალებით ხედავდი რომ რაღაც ცხენის ზალები იქ, ანუ მე მგონი რაღაც 600 ცხენზე იყო რა. წინა სეზონი ყველაზე ცუდი სეზონი იყო, რაც კი მქონია დრაგის სერიებში, იმიტომ რომ ეს მანქანა, ანუ ამ მანქანის პროექტი დავიწყეთ წინა სეზონში და ისე მოხდა ყველაფერი, რომ ძალიან გვიან დავიწყეთ უკვე დრაგის ეტაპები ჩანიშნული იყო და შესაბამისად თავიდან სუსტოკი ძრავით გამოვედით, ანუ გვეყენა მხოლოდ ტურბო, ტატო ფუხაშვილთან გავაკეთეთ, მთლიანი ტურბო სისტემა ტატო ფუხაშვილმა ჩამოგვიტანა და აყენა აწყო დაუნფაიფები კოლექტორი, ნუ ესე შემდეგ ბევრ ჩემ ვიდეოში მყავს ტატო ნახსენები, რომ ტატო ამ ყველაფერს აკეთებს, თავისი გვერდიც აქვს და რავი შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამოიწეროთ. ნახოთ, ასევე დავაყენეთ საწვავის სისტემა და всё, დანარჩენი ყველაფერი ქონდა სტოკი, კოლოფიც სტოკი ქონდა, ძრავით სტოკი იყო, შემშვები კოლექტორიც სტოკი იყო და ნუ იდეაში ბევრს ვერაფერს ვერ ვიზამდით და მოლოდინიც არ ქონდა, მთავარი იყო ჩვენთვის, რომ დრაგის პირველ სერიაში მონაწილეობა მიგვეღო. შესაბამისად, მივიღეთ მონაწილეობა საუკეთესო რო ვერ ვაჩვენეთ, ტოპ 8-დან გამოვეთიშე, როგორც მახსოვს, ტოპ 8-მდე მივედით, ნუ ეგეც გამართლებით მივედით. ისეთი მანქანები შეხვდა, ნუ არ იყო ამ მანქანის ჯანზე და მარტივად დავამარცხეთ. მაგრამ ტოპ 8-ში უკვე სადაც კონკურენცია დაიწყო, მაგ უკვე ჩვენი მომზადებლობა დაგვეტყვა ეგრევე ჩვენს და მანქანასაც. მთავარი პრობლემა რა იყო ამ ყველაფრის? აი საიდან მოდიოდა? მთავარი პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა საქართველოში, რომ ნაწილები აქ არის შოვება და ყველა პონჩი გვიწევს გამოწერა, რასაც ძალიან დიდი დრო ჭირდება. შეიძლება დღეს პორშინი გამოწერო და ხვალ კოლოფი გამოწერო, პორშინი ჩამოვიდეს
15 დღეში და ყველაფერი არ ჩამოვიდეს თვეები 2 თვე 3 თვე ზუსტად ეგრე შეგვემთხვა სანამ მანქანას ვიყიდეთ ყველაფრის გიდრომუხტა რა და გიდრომუხტა დრაგში რომ 0-აში საჭიროა ეგ სოფლიოს მასშტაბით ყველამ ვიცით და მანქანა დავასრულეთ საუკეთესო დროებში 100-200-ებიც გავიარეთ 200-250-ებიც გავიარეთ დრაგის მთლიანი სეზონი ჩავატარეთ და ყველაფერი რომ მორჩა გიდრომუხტა მე ჩამოვიდა მაგის გამო იყო იდეაში მთელი პრობლემა იყო გიდრომუხტის გამო რომ სტარტი არ გქონდა და შესაბამისად თუ სტარტი 412-ზე არ გაქვს 0-100 იდეალური ვერც ვერაფერს ვერ იზამ და ვერც ვერავის გააკვირვებ იმიტომ რომ ძალიან მაგარი მოხდილი მანქანები ყავთ ბიჭებს და ძალიან დიდი კონკურენცია ზოგადად ჩვენთან საქართველოში დრაგის სერიებში სანამ ამ ავტომობილის ტექნიკურ ნაწილზე გადავალთ მე მახსოვს რომ შენ ყავდა ძალიან ლამაზი ძალიან მაგარი M3 რომელიც იყო უსაფრთხოების კარკასში და რატო გადაწყვიტე რომ სრულად ჰომოლოგირებული ეგ ავტომობილი აგეყიდა ასე ვთქვათ და იდეაში სანამ გაყიდვას გადავწყვეტ მაგის აწყობა რატო გადავწყვიტეთ ბიჭებმა და ჩემმა გუნდმა გეტყვით ყველაფერს რა ჩვენ ყავდა F82 M4 რომლითაც ვიღებდით დრაგის სერიებში მონაწილეობას არაერთი პირველი არა მეორე ადგილი გვაქვს წამოღებული F82-ით და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო რეკორდს დრაგის აპლიკაციაში რომ შეხვიდე 100 ორაში და 200-250-ში პირველზე ვართ და მეორეზე ვართ 200-250. ნუ ეგ მანქანა იყო ძალიან იდეალური მანქანა, რომლის ესე ვთქვათ გახაფანგება არ გვინდოდა დრაგის სერიებში დაემატა რეგლამენტი, რომელიც შეიცავდა რომ თუ რეკაროს ჩადებდი მანქანაში ის აუცილებლად უკვე სპორტულად მომზადებული უნდა ყოფილიყო, სპორტული პასპორტი უნდა ქონოდა და დადუგული და ნუ ესე შემდეგ, რადგან ჩვენ F82-ზე იმხელა ჯანი არ გქონდა რომ აწყობილი მანქანით გვიასპარეზა და არ გვინდოდა დიდი სინგლის დაყენება რაღაც კაპოტის მოჭრა და ნუ გახაფანგება მოკლედ თქვათ ამ მანქანის გადავწყვიტეთ რომ ეგ მანქანა გაგვესტოკებინა და შეგვეძინა ისევ M სერია რომელსაც უკვე დავდუგავდით სპორტულად მოვამზადებდით ყველანაირ სერტიფიკატს გაივლიდა და იქნებოდა ჩვეულებრივი სპორტული მანქანა სადაც არ უნდა მისულიყავდა FIA სტანდარტი იქნებოდა ყველგან მიიღებდი მონაწილეობას გავასტოკეთ M4 ჩამოვიყვანეთ M3 დავშალეთ, დავდუგეთ, ძრავი ავაწყეთ, გავაკეთეთ, მოვამზადეთ, რავი, აი, ვაფშე ყველაფერი უმაღლეს ზონეზე გავაკეთეთ, ფოტოებსაც კადრში ჩასვამთ, რომ მაყურებელმაც ნახოთ ზუსტად რა მანქანაზე ვსაუბრობთ და დავიწყეთ დრაგის სერიებში მონაწილეობის მიღება. ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ საქართველოში წეპო არა გვაქვს. ნუ იდეაში ეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ იმ დონეზე ვერ გავითვალისწინეთ, რომ ამ მანქანას იმხელა ჯანზე დაუწყეთ უკვე ჩალიჩი და ამოღება, რომ უკვე მოჭიდებაზე დაგვეწყო პრობლემა, რადგან მანქანა უკვე დაშლილი დადუგული იყო, უკან სიმძიმე საერთოდ აღარ ქონდა და რაც უფრო ჯანს ვამატებდით, მით უფრო ცუდ დროებში დადიოდა, სუბუქსაობდა და საშინელებები ემართებოდა, გვიწევდა ჯანის დაკლება. ბოლო შეჯიბრი შარშან პირველი ეტაპი იყო მაგ მანქანისთვის ბოლო შეჯიბრი, იმ დონეზე დავაკელე ჯანი 1300 ცხენიდან დაუწიეთ 800 ცხენამდე და აი 800 ცხენით გაიარა 10-4-ში 402 და არ იყო ჩემთვის მისაღები ეგ დრო, იმიტომ რომ მანქანას გაცილებით მაგარი პოტენციალი ჰქონდა და მინდოდა რომ მთლიანი ჯანი გამომეყენებინა საქართველოში, მაგრამ რადგან ვერ გამოვიყენეთ უგზოობის გამო, წეპო არა გაქვს, ვერ ვეჭიდებოდით, გადავწყვიტე რომ ეგ მანქანა გამეყიდა, იმიტომ რომ კრილოებს ვერ მოვჭრიდი რაღაც იმის გამო რომ 30-იანი რაღაცა საბურავი ჩამეყენებინა, ანუ ვერ დავამახინჯებდი მანქანას იმ დონეზე ლამაზად და კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული და ავდექი და გავყიდე ევროპაში. მიზეზი იყო ეგ, თორე დალშე მეტი არაფერი, დალშე ყველაფერი იდეალურად ქონდა მაგ მანქანას. აი, ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, გარდა იმისა, რომ ტრეკი და ტრასა არ აქვს. და გადმოხვედი B58-ზე. მაგის გამო ავდექი და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა კვადრო, ანუ კვადროს სისტემის ავტომობილი აგვეწყო და ისევ შორს აღარ წავსულ ვარ. ყველაზე მაგარი ვარიანტი F series B58 იყო და F series M-ს კვადრო არ აყავს, თორე უეჭველი M-ს ავაწყობდით და მაგ M-სამსაც არ მოუწევდა გაყიდვა, ან მაგ M-სამს გავაკვადროებდით და შესაბამისად რო არ არსებობს F series-ში კვადრო M-ი, ყველაზე შესანიშნავი და იაფიანი და ბიუჯეტური ვარიანტი იყო, ნუ ეს F30 B58 ზრავით კვადრო, მაგრამ აქ ბიუჯეტურად ეხა ვახსენე მანქანა ღირს თვითონ ბიუჯეტურად 12-13,000 დოლარი თორე თვითონ პროექტი ეხა 1000 პლუსი პროექტი არ ჯდება არანაირად ბიუჯეტი რა და ხო ხდები იაფი და ნუ ესე შემდეგ და მთელი მუღამი ეგ იყო რომ კვადრო აგვეწყო და ის ჯანი გამოგვეყენებინა რა ჯანსაც სხვა დანარჩენ მანქანებში ვერ ვიყენებდით იმის გამო რომ ვერ ვიჭიდებოდით. მოდი, მე ვიცი რომ საქართველოში BMW ძალიან პოპულარულია და ძალიან ბევრი ადამიანს ყავს და ყველას აინტერესებს. აი, დაახლოებით რამდენი ცხენი ამოდის ქარხნული B58-ით?
ქარხნულები 58-დან ყოველთვის გვაინტერესებდა რამდენი ცხენი ამოვიდოდა სტოკის ძრავიდან და გავაკეთეთ ჩვენ მაგის ვიდეოც გვაქვს გადაღებული, რომ 1082 ცხენი ამოვიდა თუ არ ვცდები, ან 982, რა ზუსტად არ მახსოვს. მაგის ფოტოც მაქვს, დინოზე რო იდგა, მაგასაც გამოგიზავნე ჩავსვათ. Короче, ძრავზე 1000 პლუსი ამოდის. 1000 პლუს გულისხმობ 1000-დან 1100-მდე სტოკი ძრავიდან ჩვენლოთ რაუნდის. ოღონდ შესაბამისი ტურბო უნდა შეურჩევ. თუ სხვა ტურბოს დააყენებ, მალევე შეიძლება დაიღონოს შატონი. ან ზუსტად უნდა იცოდე რა ტურბოს აყენებ და სად მთავრდება მაგ ტურბოს შესაძლებლობა სტოკ ძრავთან მიმართებაში, იმიტომ რომ არის ტურბოები, რომელიც არის 700 ცხენიანი და ნიუტონი აქვს 1500, არის ტურბოები, რომელიც არის 1500 ცხენიანი და ნიუტონი აქვს დაბალი და ნიდიაში ნიუტონი აფუჭებს შატურს და ღუნავს, ცხენი არაფერს არ უშვება და აი სწორად თუ შეახამებ ყველაფერს, შესანიშნავს ცხენის ძალას მიიღებს სტოკი ძრავიდანაც და სტოკი ძრავით ვიასპარეზე სხვათა შორის პირველი ეტაპი, სადაც 402 მეტრი გავიარე 9-7-ში. ძალიან 9-7 დავაფიქსირე, ხო. საქართველოს რაგის სერიებში და მაშინ არ მქონდა გიდრომუტა, თორე უეჭველი ცხრის დაბალს გავივლიდით, იმიტომ რომ ბანზე წინა ღამეს 903-ში გავიარე 402 მეტრი. აქ იდეა ის იყო, რომ ბანზე როგორ თემა იცი, ბანზე აბა როცა აიყვან 5000 და იგრევე გაუშვებ წახვალ, მაგრამ აქ რო შუქნიშანთან დგახარ, ზუსტად უნდა შეარჩიო მწვანესანთება და მანქანის გაშვება და ეს ასვლა არ ჩერდება, კიდე მიდის და რაც უფრო მაღალში ავა აბაროტი, მით უფრო ცუდი დრო გაქვს, ანუ ბუქსავს იწყებ და შუქნიშანთან ვერ შევეწყვეთ, იმის გამო გიდრომუტა არ მქონდა, რომელიც ჩერდებოდა 5000-ზე და სტოკი გიდრომუტა დარბოდა თავის გემოზე იქეთ და ავიდა საშინელებები ჭირდა. ეხლა ამ შემთხვევაში, აი ამ ძრავში რა ხდება? დაახლოებით რა ბიუჯეტზე არის საუბარი, რა კომპონენტებისგან არის აწყობილი და რა იქნება ამ ძრავის მაქსიმალური აი ეს ძრავში, ხო, მაქსიმალური შესაძლებლობას გეტყვი ეხავე. ამ ძრავში სტოკი რა, ანუ ქარხნული რაც შეიძლება იყოს, არის კალენვალი დატოვებული, ნიზი და გალოვკა, ანუ კინეულობა რა. შატუნი შეცვლილი გაქვს, სპორტული აყენია, ასევე პორშინების შეცვლილი გაქვს, ეგეც სპორტული, ანუ კოვანი აყენია ყველაფერი. გალოვკაში რასპედლების შეცვლილი გვაქვს, ეგეც კელფორდის აყენია, ზამბარებით შეცვლილი გვაქვს, ეგეც სუპერტეჩის აყენია. ასევე ნიზში გილძებით შეცვლილი გვაქვს, ეგეც დარტონის აყენია. და ნუ მაქსიმალურად უმაღლესი ხარისხია ყველაფერი გამოყენებული და გამოცდილი რაც იყო და ძალიან ბევრ ავტომობილში გვხვდებოდა ჩვენივე გაკეთებული ავტომობილებში და უკვე ზეპირად შესწავლილი გქონდა თუ რა ცხენს რა რომელი უკეთესად უძლებდა ყველაფერი მაქსიმალურად შევეცადეთ რომ უკვე გატესტილი და პრაქტიკაში ნანახი გვეყიდა და დაგვეყენებინა. ძალიან რთულია ზოგადად ერთი იმის იქეთ ბოდიში იმის იქეთ ნუ ესენი ყველაფერი ჩავაყენეთ ჩამოვიტანეთ მაგრამ იმის იქეთ მაგის დაგილძვა შლიფოვკის გაკეთება იქ პრიცილკის ამ ყველაფრის აწყვეტა ხო ყველაფრის ზაზორში მოყვანა და ნუ ძალიან ბევრი ძალიან დიდი შრომა ძალიან რთულია ზოგადად ესეთი ძრავის აწყობა რომელიც ძალიან ბევრ ცხენს გაუძლევს მაგრამ კიდევ უფრო რთულია კომპიუტერული პროგრამირება ამ ყველაფრის და ეს გააკეთოს სწორად და სწორად ამოიღო ძრავიდან ყველაფერი ამას ვინ აკეთებს როგორ ხდება ეს ყველაფერი რა კომპიუტერს იყენებთ და ასე შემდეგ ამაზეც რო გვისაუბრეთ კომპიუტერი ძრავის კომპიუტერი და ყველაფრის კომპიუტერი ქარხნული გვიყენია სტოკს რასაც ვეძახით არ შევხებივართ BMS-ია დამატებითი ინჟექტორებისთვის და დამატებითი ბუსტისთვის და ნუ ესე დამატებითი რაღაცების სამართავად ხო დამატებითი რაღაცების სამართავად გვიყენია რეფლექსი ეგ მართავს ამ ყველაფერს ნუ 5 ინჟექტორს დააყენებ 10 ინჟექტორს თუ ბუსტის დარჩიქს 2 თუ 3 თუ საწვავის სისტემას ნასოსებს მაგას უკვე ჭირდება დამატებითი კომპიუტერი რომელიც არის უკვე რეფლექსი რეფლექსი უბრალოდ უშუალოდ ქანებით უკავშირდება ძრავის კომპიუტერს და მე ამ ყველაფრის ერთად შერწყმა ხდება პლატფორმით ეს არის პლატფორმა რა პლატფორმაზეც ეკუთექზე ყავს დანასტროიკებული და უშუალოდ ნასტროიში კი auto ABP პერფორმანსი აკეთებს ამ ყველაფერს სწორად აღნიშნე მარტო ტექნიკური მხარე არ ნიშნავს იმას რომ დაждდე და გაიქცე ამ ყველაფერს პროგრამულად უზრუნველყოფა ჭირდება სწორად გაკეთება ჭირდება იმიტომ რომ ერთ დაჭერაში შეიძლება ეგ ყველაფერი დამთავრდეს თუ სწორად არ არის ყველაფერი გაკეთებული და ყოველ ზაესზე ვამოწმებთ ხოლმე ლოგს ვიღებთ და auto ყველაფერს ამოწმებს რომ ყველაფერი ნამდვილად წესრიგში ასევე გვაქვს სატესტო მაპი რომელიც მაპითაც ჯერ სატესტო მაპს ჩავაგდებთ ჯერ გავივლით ბანზე თუ ყველაფერი ნორმაშია მე გადავდივართ უკვე ბაევოი მაპზე და ვაჭერთ ბაევოი მაპით თუ გქონია შემთხვევა რომ აი პროგრამირების დროს რაღაც ისე არ წასულა კი არის ეგეთი შემთხვევები ყველა ჩვენ ხო ეგ თანდაყოლილი არა გვაქვს ეგ პრაქტიკაში და სწავლით დროსთან ყველაფერი ხო და
თან 1000 პლუსი და 1500 პლუსი მანქანები საქართველოში თიძე ჩამოსათვლელად 3, 4, 5, 6 მაქსიმუმ და შესაბამისად გამოცდილებაც ნაკლებია და ზუსტად იქ მივდივართ ეს ყველა ერთად ვისაც ყველაზე ჩქარი მანქანები ყავს ერთმანეთს რაღაცას ზოგჯერ ერთმანეთს ვეკითხებით ზოგჯერ ერთმანეთს ვეხმარებით და მაინც გინდა არ გინდა გუნდურად ყველა მუშაობთ იმიტომ რომ ქვეყანაც პატარაა მანქანებიც ცოტა ყავს და გამოცდილებას რაც შეეხება და ამხელა პროექტებს YouTube-ზეც კი არდევს რომ დაგჭირდეს შენ ამხელა პროექტის გაკეთება YouTube-ზეც კი ვერ ნახავ ამხელა პროექტის რაღაცა დეტალურ განხილვას რომ რაღაცა ვიდეოს უყურო და ვიდეოს მხრივ მე უკვე დაიწყო რაღაცების აწყობა და იდეაში ჩვენ YouTube არხი მაგიტო გავხსენით რომ მთელი მუღამი და შესაძლებლობა რაც ჩვენ გვაქვს და გაგვაჩნია გვინდოდა რომ ხვალდაზე ვიღაც ახალი თაობა რომ დაიწყებს 1000 პლუსი მანქანების მოხდას არსებობდეს ეგეთი არხი რომ ჩვენთან შემოვიდეს და вообще ყველაფერს დეტალურად ხსნით და რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმის გამო ვაკეთებთ, რომ ზუსტად ამ ახალ თაობამაც ნახოს და ჩვენც მაგ პრაქტიკაში ყველაფერს პოულობთ ხოლმე და ანუ არის ყველაფერი დღეის მდგომარეობით YouTube არხზე ჩვენთან, როგორ ვაკეთებთ და რას ვაკეთებთ და შიდა სამსახიობლოს უფრო ჩვენი YouTube არხიდან გაიცნობთ მეგობრებო. კარგი. ეხლა მოდი ვთქვათ, რა არის დრაგი? რა აპლიკაციაა? საერთოდ რისთვის არის შექმნილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის და ხშირად როდესაც საუბრობთ ხოლმე ავტომობილზე, მეკითხებიან ხოლმე და მოდი ავხსნათ რა არის, რისთვის არის შექმნილი და როგორ მუშაობს საერთოდ. და რომელ ადგილზე ხარ მაგ აპლიკაციაში და დროებით რო გითხრა. სიმართლე გითხრა, ხა თქვენ ნახევარი გაჩერებული ყავს და არ გადამიხედია, შეიძლება რაღაცები შეიცვალა, მაგრამ მანამდე რაც იყო მაგას გეტყვი, რაც მახსოვს რომ ზუსტად ეგრე იყო რომ დავტოვე და ავტოვირთე დროები. დრაგის აპლიკაცია არის ჩვეულებრივად აპლიკაცია, რომლის გადმოწერაც დრაგი ჩვეულებრივად შეხვალ ტელეფონში და გადმოიწერე, ასევე მე დრაგის მოწყობილობა უნდა გქონდეს პატარა მოწყობილობა. ეგეც შეგიძლიათ ჩვეულებრივად EBA-ისგან სადმე იყიდოთ, რომელსაც უკვე Bluetooth-ით აპლიკაციასთან აკავშირებთ და ჩვეულებრივად მანქანაში დადეებთ და 100-200-ის აჩქარებას GPS-ით ზომავს. ნუ ვიღაცამ ვიდეო შეიძლება ჩართოს და ძმა 100-200 გავიარე 10 წამში ვიდეოთი გაზომილი დრო არანაირად არ ითვლება, იმიტომ რომ GPS-დან გაზომილი დრო ვაფშე სხვა დროები იწერება. ეგაა დრაგის აპლიკაცია. დრაგის აპლიკაციას მსოფლიოს მასშტაბით ყველა იყენებს და თუ ვინმეს გვაინტერესებს, თუ კონკრეტულად 340 მსოფლიოში ყველაზე ჩქარი ვისყავთ, შევდივართ დრაგის აპლიკაციაში, ვწერთ BMW 340 და ვნახულობთ ვის აქვს საუკეთესო დრო გავლილი 100-200 და 200-250-ში. ნუ ჩვენი დროებიც აწვირთულია. ჩვენ ბოლოს 1200 ცხენით გავიარეთ 100-200 სამიერჩი, 200-250, 2-2-ში. მთელი ამ მანქანის აწყობის მუღამი იყო ის, რომ გვინდოდა რომ თლიანად თავიდან დასბორილი უნდა ყოფილიყო სალონით, გარეგნულად ძალიან მაგარ ვიძე უნდა გამოიყურებოდეს, ნუ ხედავთ კიდევაც კაპოჩიგნითაც სალონშიც და რავი, ანუ ყველაფერი მაქსიმალურად ჩავდეთ, რომ ყოფილიყო იდეალურზე იდეალური. ამ ყველაფერთან ერთად გვინდოდა რომ ყოფილიყო ჩქარი. მუღამი ეგ იყო, რომ აწყობილი მანქანით უნდა გაგვეტეხა სამიანი 100-200 გამოსულიყავით, მაგრამ ჯერ არ გაგვიტეხია, იმიტომ რომ გიდრომუტას ველოდებოდით. გიდრომუტა 0-დან ვერ ავჩქარდით შესაბამისად და 100-200 ვერ ვზომავდით, იმიტომ რომ დიდი ტურბო რო აყენია 80-დან რო მოუჭიმავდით, გავქცეულიყავით და 100-200 გაგვეტესა. ლაგი ქონდა ეგრეთ წოდებული ბუსტზე არ გადიოდა და მაგიტომ 0-დან უნდა წავსულიყავით და ჯერ არ გაგვიტესტია, რაც ბოლოს გავტესტეთ. წვალებით გავიარეთ სამიერჩი, გიდრომუტის გარეშე და 200-250, 2-2-ში. ასევე ყველაზე დიდი მუღამი რაც მაქვს ამ მანქანის 200-300, 200-300 მინდა 4 წამში გავატარო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი აპლიკაციაში რო შეხვიდე, ძალიან ბევრი არ ზომავს 200-300 და ყველაზე საინტერესოა დიდი ტურბოთი ყოველთვის 200-300 რადროში დადიხარ და გავლილი აქვს 4 რაღაცაში და მინდა რომ აი ეგ რეკორდი მოხსნა და 100-200-ში დიდად არ ამგონია ვინმეს რო ვეჭიდაო მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ ისინი უკვე წეპოზე დადიან და გაცილებით მაგარი დრო ექნებათ 100-200-ის და 0-აშიც და მაქსიმალურად შევეცდები 402 მეტრი ბანზე უნდა გავიარ ყველაფერში, იმიტომ რომ ტრეკზე ვერ გავლი, შესაბამისი გზა მაგ არა გვაქვს რომ მოვეჭიდო და მერე გავჩერდი ამ ჯანით და ამ წონით 8 ნახევარს ვფიქრობ 8 ნახევარიდან გამოსვლასაც აი 8-4, 8-5, 412-ს გავივლი რა. საქართველოს დრაგის სერიებზე რა სიტყვით უაპირებ მონაწილეობის მიღებას და რა გეგმები გაქვს? გეგმები, ნუ ავტომობილი ბოლომდე მორჩენილია, უკვე ყველაფერი რაც ჩამოსასვლელი იყო, ჩამოვიდა, დავაყენეთ. კიდევ ერთხელ გეუბნები, ჯერ არ გაგვიტესტია, ის ძველი დროებია, რაც ახლა ვისაუბრეთ და გითხარით. ახალ დროებს აუცილებლად, როგორც კი პლუს 10, პლუს 15 გრადუსი ღამე უკვე იქნება გავალთ და ჩვეულებრივად დავიწყებთ გატესტვებს და საუკეთესო დროებს დავაფიქსირებთ ასევე დრაგის აპლიკაციებში და ასევე დაიდება ჩვენი YouTube არხზეც გატესტვის ვიდეო.
პლუს ვაპირებთ თავისთავად დრაგის სერიებში მიღებას, იმიტომ რომ ყველაფერი დრაგის გამო ხდება და დრაგის გამო ვიბძვით ყველა რომ გავაკეთოთ რაღაც 1000 პლუსები და მე ყველა ერთად იქ შევიკრიბოთ და კონკურენცია ერთმანეთს გაუწიოთ, მაგრამ ჩვენი ტრეკიდან და ტრასიდან გამომდინარე არ ვაპირებ სრული ჯანის გამოყენებას ჩვენ ტრეკზე, იმიტომ რომ ეს მანქანა წეღან აღნიშნო თავიდან ბოლომდე აწყობილია და 1600 კილოა და ჩემი M3 რომელიც თავიდან ბოლომდე არ იყო აწყობილი, უფრო დაბალი წონა ქონდა და რო ვაფინიშებდი მაგალითად 260-ით უფრო უკეთესად ჩერდებოდა ვიდრე ეს, იმიტომ რომ ეს უფრო მძიმეა და გაჩერება უჭირს. მე რო 402 მეტრი ჩვენ ტრეკზე მაგალითად ვიძახი 8-7-8-6 გავიარო, ვერ გავჩერდები და შესაბამისად საფრთხეს უქმნი საკუთარ თავსაც და მანქანასაც და ანუ ამ ხელა პროექტის გაწირვას არ ვაპირებ. შევეცდები რომ რვიანი გამოვაჩინო, მაგრამ არ ამგონია რომ სრული ჯანი გამოვიყენო. მაგას ყველაფერს ბანზე გამოვიყენებ და იქედან დახურულ ავტომატზე. საუკეთესო შედეგებს, ხო, დახურულ ავტომატზე კი. საუკეთესო შედეგებს. თუ აპირებ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას ამ ავტომობილით, თუ გეგმავ? ნუ ეს ავტომობილი ეხა ისეა მომზადებული, რომ წეპოზე რო დაუდგეთ რა, რვიანიდან გამოვა 412-ს. ანუ ვიცი და ვამბობ ზუსტად, იმიტომ რომ ამაზე ცოტა ჯანიანი მანქანით უკვე 803-ში 8-2-ში დადიან. ისევ ავტოს ABP-ს გაკეთებული აქვს სოფლიო რეკორდი, ვისიც არის 412-ზე 340 რო შეხვიდე ჩაწერო, ABP-ს გუნდია ეგეც და 803-ში აქვს გავლილი წეპოზე და ჩვენზე ოდნავ პატარა ტურბო უყენია და ჩვენზე ცოტა ცხენი აქვს და ამ ტურბოს და ამ ცხენის მატარებელს რაც ცხენიც ამ მანქანას აქვს, რვიანიდან გამოსვლა ჩვეულებრივად შეუძლია 402 მეტრის და რადგან საქართველოში ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებ და ვერ შევძლებთ, ფიქრობ, რომ მოგვიწევს საქართველოს გარეთ გასვლა ჩვენ მეგობარ ქვეყანაში, რომ მაქსიმალური შედეგი ამ მანქანის ვნახოთ. ყველაზე ჩქარი ეს მოდელები სად არის? საით არის უფრო? ამერიკაში, ევროპაში? ამერიკა, რუსეთი. ამერიკა, რუსეთი, გერმანია, ინგლისი, აუ ყველგანაა რა. BMW იმ დონეზე მოდებულია და იმ დონეზე უყვარს ყველას, რომ თან ეს ახალი თაობები ისე მაგრა კეთდება, ანუ სტოკი ძრავიდან 1000 პლუს ცხენს იღებ. აი მაღაზი უკვე ლაპარაკი ზედმეტია რა, ანუ ქარხანავე გეუნება რომ და გააძლევს შესაძლებლობას რომ რა ცხენითაც გავზრდებს, სამი იმდენი დაიმატოს სტოკშივე და რავი, ჯერ საუკეთესოა B58, S58 ამ საქმეში ჯერჯერობით ბადალი არ აქვს, რავი, ჩემი. შენ ახლა ადამიანი, რომელმაც საქართველოში B58 ძალიან მაგრად იცის. B58 ბოლომდე არა, კიდე რაღაცებს არის რაღაცები. ხო, კი, მაგრამ ნუ ამ პროექტიდან ანუ არის რა, იცი, აი ამ ჯანზე რომ მიხვალ, მე სხვა ეტაპი იწყება და კაკრას მაგ სხვა ეტაპთან რაღაც პატარა-პატარა ნიუანსები შეხვდა, მაგრამ მოგვარებადი ისეთი ძნელი არა, როგორც თავიდან იწყებს სწავლას, რა, უკვე ნასწავლი რო გაქვს, უკვე მარტივად იცის როგორ მოაგვარ. მოკლედ, B58-ს ძალიან ხშირად ადარებენ ხოლმე 2J-ს. ხო. 2J-ი გამოიყენებოდა დრაგშიც, დრიფტშიც და ნუ უფრო დრაგში და დრიფტში, კალცოზე ნაკლებად. კი. შენ როგორ ფიქრობ, ჩაანაცვლებს თუ არა B58 2J-ს? რავი, ბევრის გამსმენია და მე არ მინდა ეგ განაცხადი რო გავაკეთო, რომ ახალი თაობის JZ-ია და RB, იმიტომ რომ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იმ წლებში რა წლებშიც ეგ ძრავები ზოგადად იყო და დღესაც მოდის და საუკეთესო შედეგებს დებს, მაგ ძრავები, რავი, საუკეთესოა ჩემი აზრით. 4J-ზე ვსაუბრობ და RB-ზე და ნუ ესე შემდეგ, მაგრამ დღეის მდგომარეობით უფრო მეტად ცოტა თვალი რო გავახილოთ, ახალი თაობის ძრავებია, რომელიც ძრავებიც უფრო ნაკლებ წონას იწონის და დრიფტში როგორც ახსენე, ცხვირში თუ სიმსუბუქე აქ მით უკეთესია და ძალიან ბევრი დრიფტ კარი ვიცი უკვე B58-ით, ნუ ამას რას იმას ვალვეტრონიკა რაღაცებს უქმებენ და 10000-და 11000 ჩვეულებრივად ატრიალებენ, ან ხო, ჩვეულებრივად შეგიძლია როგორც JZ ესე აქციოდან გამოიყენო, მით უმეტეს ძალიან მსუბუქი 150 კილო თუ რაღაცა გოლი ძრავი თვითონ, ეხა JZ უფრო მძიმეა და ნუ ჯანის შესაძლებლობები რასაც მაგარი აქვს და B58-საც. B58 ჩემთვის დღეის მდგომარეობით საუკეთესო ძრავი. იმიტომ არ ვამბობ რომ BMW-ს მოყვარ, ვაფშე არა ვარ BMW-ს მოყვარ, მე Porsche მევასება და ყველა მაგარი კაი მანქანა მევასება და პლუს ამას კიდე Supra მყავს ნაყიდი გზაშია და მოდის და GDM კომანდას იმედია არ ეწყინება იმაშიც რომ B58 იდევს. ზუსტად იციან სად რა უნდა ჩადონ რა. მე ძალიან კაი გადაწყვეტილება იყო Toyota-ს მხრიდან რომ ეგ ძრავი ჩაედო. კი, მაგრამ მარტო ძრავის არა ყველაფერი BMW-ს დაუყენეს რავი შუქის ამთევი. აუ Z4-ია რა. ხო, ჩვეულებრივად Z4-ია, მაგრამ მაგარი მანქანაა რა, ძალიან მაგარი მანქანა. ერთ-ერთი სხვათა შორის საუკეთესო უკანა წამყვანია ბიუჯეტურებში თუ შევხედავთ, ნუ GTS Macran-ს და SM შემდეგ თუ არ განვიხილავთ უკანა წამყვანში, იმიტომ რომ 50-50 წონის გადანაწილება და უკანა წამყვანებში ყველაზე მაგრა ეჭიდება და საუკეთესო დრო დღეის მდგომარეობით სოფლიო რეკორდი 7-5 აქვს უკანა წამყვან Supra-ს გავლილი ძმა B58-ით. Supra-ს რას უპირებ? მოდი რა ხან Supra ვახსენეთ. Supra მე რას ვიყიდე არის
ტრეკავოი, ტრეკზე ყავდა ტიპს, აწყობილია თავიდან ბოლომდე კი ტაიმატაკს დადიოდა სავარაუდოდ, ჯერ მინდა ჩამოვიდეს, გადავხედო იმ დონეზე სწორად ტიპს ყავს აწყობილი ყველაფერი წრიულისთვის, რომ შეიძლება დიდი ალბათობა არის იმის, რომ არ გავაფუჭო და სხვა მიმართულება არ მივცე. შეიძლება დავტოვო ეგრე როგორცაა და არ ვიცი, ჯერ მინდა რომ ჩამოვიდეს წინასწარ, არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ ისე წამში მეცვლება შეხედულობა და რაღაც გემოვნება თუნდაც ტურბოს მიმართ და თუნდაც რაღაცის მიმართ, რომ არ ვიცი რას ვიზამ რა. ჯერ არ ვიცი. მე თითქმის ყველა შენი მანქანა მახსოვს და ძალიან დასაფასებელი არის, როდესაც აწყობ ესეთ მაგარ პროექტს და არის ყველაფერი ესე ლამაზად. ლამაზად ხო? ეს სადაც არ უნდა შეეხო, ხელი არ დაგესწრება. ჩვეულებრივად ყველაფერს მოკიდო ხელს და ხელი არ დაგესწრება. ჰობად გვაქვს, რომ უნდა იყოს ჩქარი და ლამაზი რა. ჰობიც არა, რავი, უფრო ჩვენ ესე ვაკეთებთ რა, ეგრე მომწონს და ვაკეთებ. ანუ მე მსიამოვნებს ის, რომ მარტო გარეგნულად ლამაზი არ უნდა იყოს, კაპოტ შიგნითაც ლამაზი უნდა იყოს, სალონ შიგნითაც ლამაზი უნდა იყოს და ეგ სილამაზე გარბოდეს უნდა კიდეოს და დადლიოდეს უნდა კიდეოს და ჯანიც უნდა კონდეს და აქ კიდე ბევრი დეტალები, ანუ ეხა კამერაში რაც ჩანს, ნუ ესენი არის კიდე კოლოფი, რომელიც ყველაზე ძვირი ტუნინგია ამ შემთხვევაში რა. $18000-მდე ჯდება stage 4 კოლოფი რო ჩამოვიდა, ნუ ამ ჯანს რო გაუწევს ამ მანქანას ერთ-ერთი პრობლემა ეგ აქვს რა. ყველა პონჩი კოლოფი გჭირდება და ეგ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ძალიან ძვირი სიამოვნებაა. და მაგაში დაგვეხმარა Indigo Cars-ი, ჩამოგვატანინა კოლოფი თავიანთი ხარჯებით და დავაყენეთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა. ასევე, ნუ ძრავის აწყობაში ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ყველაფერი, თავიდან ბოლომდე უკანაწილეები ჩვენ თვითონ ჩამოვიტანეთ, ტურბო სისტემა, ტატოსთან როგორც გითხარით, ტატომაც ძალიან მაგარი შეღავათები გაგვიკეთა და გვერდში დგომა არ დაგვავიწყება ტატოსი, ყველა მანქანაზე ტატო გვეხმარება და ერთი წვე ასევე ავტომატს თავისი მთელი შესაძლებლობებით დრო და რაც შეეძლო ყველაფერი ჩადო ამ მანქანაში და ასევე დღემდე უყურებს და ყურადღებას აქცევს და რავი, ჩემი ბიჭები მინდა, ანუ ჩემი ბიჭები რო არ ყოფილიყო ფიზიკურად ამას მე მაინც ვერ შევძლებდი მარტო იმიტომ რომ ძალიან დიდი ყურადღება და შრომა ჭირდება, მით უმეტეს ამხელა პროექტს ყველა ზაეზდის მერე გადამოწმება უნდა, შემოწმება უნდა და ნუ მოკლედ ერთ გუნდად ესე შევიკარით და შევძელით და ავაწყვეთ ერთ-ერთი საინტერესო და სასახელო პროექტი საქართველოში B58, იმიტომ რომ სადაც ამის თორი დამედია თუ ვიდეო დამედია, ძალიან ბევრი SMS-ი მომსულია უცხოეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, თუ როგორ ვაკეთებთ, რა უშვებით და ნუ ესე შემდეგ ძალიან ბევრი ნიუანსი და წვრილმანია. ბუბუ, საქართველოს რეკორდებს საქართველოს დროები სიტუაცია არის, როგორ არის, რომელ ადგილზე ხარ? საქართველოში დრაგის აპლიკაცია როგორც წეგან აღვნიშნეთ, მაგას ვიყენებთ ჩვენც დრაგის აპლიკაციაში ტვირთავთ ხოლმე 100, 200 და 200, 250 და 230 გარბენებს. ბოლოს როგორც გითხარი, დიდი ხანია თუ ნახევარი არ გადამიხედი აპლიკაციას. ბოლოს რო გავიარე 3-ერთში ავტვირთე და ჩემს წინ იყო ტატო, ანუ ტატოა პირველზე, მეორეზე ვარ მე 100-ში. ნუ არის მოტოების, მაგრამ ჯერ ნუ მოტოებს არ იმავშვები, არ ვამბობ, იმიტომ რომ მე მანქანებში გესაუბრები. ასევე 200-250-ში პირველ ადგილზე ვიყავი, მერე მოდიოდა ჩემს მერე ტატო და ნუ პირველ მესამე ადგილს სულ ამ სამ ადგილს უყურებ ხოლმე, მე-4 მე-5-ს იმდენად არ უყურებ ხოლმე და 200-300 ამ მანქანით არ გამიტესტია და 200-300-ში არ ვიცი ვინ არის პირველ ადგილზე, მაგრამ F80 თუ F82-ით გავიარე 8 რაღაცაში, მაგრამ ამით ვაპირებ 4-4-იანში გავლას 200-300-ის. ანუ 100-200-ში ვიყავ მეორეზე, 200-250-ში ვიყავ პირველზე. მოდი ახლა ცოტა ისეთ მტკივნეულ თემას შევეხოთ. დაჟე საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც მეორეზე ვარ 200-250-ზე კი. ახლა ცოტა მტკივნეულ თემას შევეხოთ. დახურულ ბანზე ვისაუბროთ, რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი. ნუ მესმის, რომ იქ მივდივართ, ყველანი ვართ მომზადებულები. 3-4 ავტომობილია ხოლმე ვარჩევთ შესაბამის მომენტს, რომ მოძრაობა არ არის რაღაცეები. მაგრამ ნუ მაინც საქართველოში მე ვფიქრობ, რომ პროფესიონალური ტრეკი გვჭირდება. კი, საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემაა თავიდანვე რამდენჯერაც შევეხეთ და ვისაუბრეთ მანქანის მოჭიდებაზე, ზუსტად პრობლემა ეგ არის, რომ ტრეკი არა გვაქვს. დრაგ სტრიპი არა გვაქვს რა. ანუ გულისხმობ იმას, რომ ტრეკები არის, წრიულს დადიან, დრივს დადიან, შეჯიბრებები ტარდება, ლილოშია, რუსთავშია, მაგრამ როგორც ასეთი დრაგის ტრასა არა გვაქვს. დრაგის ტრასას თავისი წესები და კანონები აქვს, ხო ხვდები რა. ანუ ესე მოდი ძმა აქ სადაც ტარდება წრიული ბოლა, შენ 402 მეტრი გაიარე, გაივლი 700-800-ხენიანი მანქანით, მაგრამ 1500-ხენიანი მანქანით ვერ გაივლი 402 მეტრის მერე
რეგლამენტში როგორც ვიცი 800 მეტრი გასაჩერებელი უნდა ქონდეს, მე კიდე 400 მეტრი თუ რაღაცა ხრეში უნდა იყოს და ესე შემდეგ და ეხა ამ მანქანაზე როცა ჩვენ სოფლიო რეკორდებზე ვსაუბრობ და სოფლიო დონის პროექტებზე ვსაუბრობ და დღეიმდგომარეობით სოფლიო დონის მანქანებში პირველ-მეორე ადგილებს ვიყოფთ ამ მანქანით ჩვენ ტრეკზე ვერსად ვერ გახვალ და 200-250-საც ვერ გაზომავ და ვერც 200-300 და შესაბამისად გვიწევს დრაგის იქეთ რომ გავიდეთ დახურულ ავტობანზე დაჭერა მანქანის დროების გაზომვა და ესე შემდეგ ოღონდ თავისთავად მაგას ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოდ თავისთავად მაგას ვაკეთებთ ყველაფერს ბიჭებთან ერთად დახმარებით მანქანებით რომ ერთმანეთს მეუბნებით უსაფრთხოა მანქანა ესე შემდეგ რა ეხა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სხვას საერთოდ საფრთხე არ შეუქმნათ და რაც შეეხება, კაი იქნება თუ ვინმე რომელიმე ადამიანი აიღებს თავის თავზე და რაღაცა დრაგის ტრასას გააკეთებს, არა მარტო ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გადავა და მივა და გადაიხდის იმ 30 იქნება. მე მაგალითად 200 ლარსაც გადავიხდი. დღეში 200-300 ლარს გადავიხდი, ვინმე რომ დრაგის ტრასაზე შემიყვანოს და მითხრას რომ აი აქ არის დრაგის ტრასა და რაც გინდა ქენი რა, ანუ იქ დაცული ხარ მაინც რაც არ უნდა იყოს. კედლებია, წეპუა, ჯანს იყენებ, შესაძლებლობებს იყენებ და ყველაფერს აკეთებ და ეხა რუსთავში 200-250-ს ვერ გაზომავ. აი ფიზიკურად და ვერც 200-300 და გვიწევს დახურულ ავტობანზე გასვლა და მაგ ყველაფერს გაკეთება. რეალურად დახურულ ავტობანზე ჯობია გაზომო 200-300. კი, უფრო უსაფრთხოა ვიდრე რუსთავში. ეხლა წარმოიდგინე 200-300-ის სად უნდა აჩქარდე რუსთავში? ან რომც აჩქარდე, ვერ გაჩერდები და იქ უფრო უკვე საფრთხიანია ვიდრე დახურულ ავტობანზე. იმიტომ დახურულ ავტობანზე კილომეტრი, 2 კილომეტრი გაქვს მანძილი, სადაც გაჩერდები და წეპო არც იგვაქვს, სრულ შედეგს მაინც ვერ დავდებთ ვერსად და რავი, კაი იქნება თუ რომელიმე ან კომპანია ან რავი ადამიანი აიღებს მაგ ყველაფერს და არა მარტო ჩვენ მივალთ თვითონაც შესარგებელი იქნება და ძალიან მომგებიანი იქნება ეს ყველაფერი. კი, თავისთავად და ამხელა პროექტები კეთდება და შეჯიბრებები დაემატება და ნუ არა მარტო დრაგი დაემატება, ძალიან ბევრი გასართობი შეჯიბრი შეიძლება ჩაატარო მაგ ტრეკზე ზოგადად. მე რასაც უყურებ საქართველოში საკმაოდ ისეთი პოპულარული გახდა დრაგ რეისინგი, ოდითგანვე პოპულარული იყო და ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს. კი, ბოლო 3 წელია რასაც ვაკვირდები, აი, ოღონდ მართლა რო გადავხედოთ დრაგის სერიებს და დრიფტის სერიებს, თუნდაც და რავი, სხვა შეჯიბრებების სერიებს, ყველაზე მეტი მაყურებელი მოდის დრაგზე. რატო არ ვიცი, მაგრამ რავი რა, მოდის რა, ფაქტია რომ მოდის. პირველი დრაგის ჩემპიონატი რო ჩატარდა 2025 წლის წამყვანი რო ვიყავი, საცობი იყო. და მანქანები ვერ შემოდიოდნენ და ავტობანიდან იწყებოდა საცობი, ავტომობილები ვერ შემოდიოდნენ და ნუ ერთი ამბავი იყო. კი, ბოლო ან შარშანდელ წელს თუ ჩავთვლით, ძალიან ბევრი მაყურებელი ქონდა დრაგის სერიებს, ყავდა უბრალოდ და მიხარია რომ ესე განვითარდა ეს ზოგადად ნუ ბევრი რავი სპორტად არ აღიარებს დრაგს დააჭერთ და მიდიხართ მაგრამ ესე სპორტია ხა ჩვენ წვალობთ შრომობთ ამ ხელა პროექტებს ვაკეთებთ სოფლიო დონის დროებს და მანქანებს ვეჭიდავებით და მე ამ ყველაფერს ერთად ვკრიბავ და სადღაც ერთად ენერგიას ხარჯავ და შესაბამისად გვინდა რა ჩვენც რაღაცა ტრეკი ტრასა რაღაცა სადაც ამ ყველაფერს ერთად გემრიელად დავხარჯავთ და მაქსიმალურ შედეგებს დავდებთ და რავი, მე მინდა რომ 2 ეტაპის ნაცვლად 4 ეტაპი ჩატარდეს წელიწადში, ძალიან მოხარული ვიქნები, 2 ეტაპი ძალიან შორშორსაა მაისში და აგვისტოში და მთელი ზაფხული ისვენებ და ეხლა 3 ეტაპი ნუ კიდე ნორმალური, მაგრამ 4 რო იყოს ზე იდეალური იქნება. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში გამოჩნდება გუნდი, კომპანია, ადამიანი, რომელიც აშენებს ესეთ ტრეკს, რომელზეც იქნება წებო და რომელზეც ყველანი შეძლებთ რომ გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის მაქსიმალური შესაძლებლობები. სპონსორების თემაზე, ანუ დრაგი იმდენად პოპულარულია, რომ დღესდღეობით საქართველოში გუნდის დასპონსორება კომპანიისთვისაც ხელსაყრელი არის. საავტომობილო კომპანიები ვინც არიან, ანუ გამოდის რომ იმდენად ბევრი მაყურებელი ყავს, რომ ძალიან ხელსაყრელი არის. კი, ნუ მე რო ვიყო რაღაცა კომპანია მქონდეს ვიღაცას ვასპონსორებდა და ჩემთვისაც ეგრე იქნება და იმიტომ რომ ძალიან ბევრ გარბენს აკეთებს ზოგადად მანქანა დრაგის სერიებში ტოპ 32-დან იწყება და ფინალამდე თუ მიხვალ ძალიან ბევრი გარბენი გიწევს თითო მანქანასთან 2 გარბენი შესაბამისად ნუ ლაივიცაა ჩართული YouTube-ზე და ნუ ესე შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ასევე ძალიან ბევრი ბლოგერი მოდის და თვითონვე იღებს უკვე ამ თვითონ ივენტს და ძალიან ბევრ სოციალურ ქსელში და YouTube-ზე იტვირთება და ერთი სიტყვით მთლიან სოციალურ ქსელს ისე ტვირთავს ერთი შეჯიბრი მთელი თვე-თვენახევრის განმავლობაში სულ ეს ტრიალებს და რავი, ეხლა ტელევიზიას და მაგალითად რუსთავზე არავინ არ უშვებს ხო ხტები რა იმას რა ქვია დრაგის სერიებს სწორედაც ვერ გამოთქვავენ ხოლმე საყელე ხო და რაც ბოლოსაც რასაც დავაკვირდი უფრო მეტად რავი მეც
იგივე ვთქვი, სპონსორი რა ვიღაცის დასპონსორება რომ მინდოდეს, აუცილებლად ავტო სფეროში დავასპონსორებთ, იმიტომ რომ ძალიან მხდება ამ ბოლოს, თუნდაც წრიული ბოლებიდან გამომდინარე, თან 9 წელი გაჩერებული იყო GTCC, ეგეც განახლდა და რავი, ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი შეჯიბრით ჩატარდება და განახლდება და კაი იქნება და ტრასები და გვემატება და ტრეკები და გვემატება, მაგას საჯობია. მოდი, ვისაუბროთ ფინანსებზე. დაახლოებით, აი, რომ მოვიდეს შენთან ადამიანის სერვისი, ყავს F30, გეუბნება რომ აქვს $100,000 და უნდა 1500 ცხენი. საკმარისია თუ არა $100,000 იმისთვის რომ აწყო 1500 ცხენი ძალიანი F30. შეიძლება $100,000 არ დაჭირდეს და $50,000 ჩაეტიოს ეს ყველაფერი, მაგრამ აქ არის რესურსი. რა რესურსით გინდა რომ ეგ 1500 ცხენი გქონდეს. შეიძლება ვიღაცას უნდა გქონდეს, რავი, 30 გავლა გაიაროს 1500 ცხენი და რავი, მე უკვე მოსწონს რა მოვა, მაგრამ გადააგდოს იზრავი. გადააგდოს იზრავი, მაგრამ ანუ ზუსტად ეგრე ვერ დათვლი, იმიტომ რომ ზოგს ამ ხელ ტურბო არ უნდა, არ უყვარს, იმიტომ რომ 5,000 რაღაციდან გადის ბუსზე, ზოგს უნდა რომ დაბალიც კონდეს, მაღალიც კონდეს, ზოგს უნდა 1300 ცხენი, კონკრეტულად 1500 ცხენიანი, ესე 1500 ცხენი მინდა, არ ვიცი, რავი, ანუ დათვლა უნდა მაგ ყველაფერს, ესე ძალიან არ დამითვლია, მაგრამ ეს მანქანა, ჩემი მანქანა მაგალითად რო ავიღოთ, ჩამოყვანია M3-ის ვიზუალზე გადავაწყვე თავიდან, იმიტომ რომ წეგან მე დასაწყისში აღვნიშნე, რომ ქარხნული M-ი არ არსებობს კვადრო და მინდოდა რომ M-ი ყოფილიყო გარე ვიზუალი და გარე ვიზუალი M-ზე, შიდა სალონის საერთოდ M-ზე B58 კოვანი ძრავი, თავისი ესე დასბორილი ტურბოთი, კოლექტორებით, კოლოფით, უკანა ხიდით, დაკიდების სისტემით, აი იმდენი მიზის, რომ 100K-ს გავსწის, სადღაც $125 მიზის ეს ავტომობილი და ნუ ეს უკვე მე რაც მინდოდა რომ მიმეღო, მაგრამ ვიღაცა შეიძლება არ უნდოდეს M3-ის ვიზუალზე რო იყოს, უბრალოდ B58 მოიყვანოს, $15,000 მანქანაში გადაიხადოს და $50,000 ტუნინგი დაუждდეს და შეიძლება 1300 ცხენი უნდოდეს, იქ კოლოფი არ ჭირდებოდეს, stage 4 და stage 1 საკმაყოფილოდეს, ნუ ის პროიაფიღი და ნუ ესე შემდეგ გააჩნია ვის როგორ უნდა, თორე პროექტს დასასრული არასდროს არ აქვს. არასდროს არ. ხო, აი ეს ხო დამთავრებულია, ხო ამბობ რომ დამთავრებულია საუკეთესო დროებში დადის. დარწმუნებული ვარ ხვალდაზე კიდე რაღაცა მომინდება და დავუმატებ რა. ანუ შესაძლებლობა რო გაქვს, ანუ არ მთავრდება, პროექტი არ მთავრდება, სულ აკეთებ რა, სულ რაღაცა გინდა რო აკეთო რა. სულ რაღაც ახალ-ახალი. ხო, ერთი თვე გავა, სამი თვე გავა, ხუთი თვე გავა, ვიღაცას კიდე უკეთესო დროს დადებს, მე შენ სტიმული გიშდება რომ იმის დრო მოხსნა და კიდე რაღაცას ეჩალეჩები და აკეთებ და ამ მანქანაზე კონკრეტულად იმდენი რაღაცა მაქვს გაკეთებული, თავიდან ბოლომდე ამის ყოველთვის მოყოლა რომ დავიწყოთ 1-3 საათი დავჭირდება ხო დიდი დრო დაგვჭირდება ნამდვილად. ჩემი YouTube არხზე დევს მეგობრებო, ამ მანქანის ჩამოსვლის დღიდან რა გავაკეთეთ დღემდე ყველაფერი აბსოლუტურად შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ თავიდან ბოლომდე. გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. ხო, ეგ თქვენზეა დამოკიდებული. შენი ოცნების ავტომობილი გითხარი რა არის? ხო, ოცნება არა მაქვს ავტომობილის მიმართ, იმიტომ რომ ყველა კაი და მაგარი ავტომობილი მიყვარს. ერთადერთი BMW-ს იქეთ, რასაც განვიხილავ Porsche-ა და Porsche-ს იქეთ არ მიფიქრია სხვათა შორის. GT3 RS. ხო, თავისთავად და რავი, ეგ ოცნება არაა ჩემთვის რა, ეხლა ჩვეულებრივად ვიღაცა იტყვის 100K თუ ეს გიზის ის რაღა ოცნებაა, ხო ხთები შეიძლება ეს გაყიდო, პირდაპირ ის იყიდო, მაგრამ მუღამი უფრო აქ მაქვს რა. ჩვენი ხელით რო ვაკეთებთ, თავიდან ბოლომდე აი პრაქტიკას რო ვღებულობთ, თავიდან ბოლომდე აი პრობლემას რო წავაწყდებით და ვეჩალიჩებით მთელი კუნდი რო ეს მოვაგვაროთ და უფრო მეტი ვისწავლოთ, უფრო მეტი მე ეს სწავლა სხვას გადავცეთ. ანუ ეს უფრო მისწორდება, ვიდრე ის რომ ცენტრიდან გამოვიყვანო, Porsche დაუждე და ტრეკზე საუკეთესო დრო დავდო რა. არა, რა, ეს უფრო მომწონს რა. აი ეს ტექნიკური რაღაცეები. ხო, ალბათ რავი, რომ მე ასაკი მოგვემატება, შეიძლება Porsche ვიყიდოთ და Porsche-ით სადმე მე წრიული ვიაროთ. რო არა დრაგი, რომელ დისციპლინაში მიიღებდი მონაწილეობას? უფრო დრიფტში, იმიტომ რომ უფრო დრიფტის მიზიდავს დრაგის იქეთ, ჩემი პირადი მანქანებით, რომელიც დეილ მანქანებს, რომელსაც ვეძახით, ნუ M სერია ისიც უკანა წამყვანია და დრიფტი უფრო მისწორდება და დავდივარ უსაფრთხო ადგილებში, მთებში და იმაში, სადაც მანქანები არ დადის და მოსახლეობა რა, კაცი არ გადმომირბეს და ვიღაცას რამის არ დაუშავებ, ჩემპიონში ვერთობი ხოლმე და ალბათ დრაგი რო არა დრიფტში მივიღებდი მონაწილეობას. მაგრამ თან თემა რა იცი, იმ დონეზე მევასება ლამაზად აწყობა მანქანის და ამ ყოველფრის ყოხტად გაკეთება. დამენანებოდა დრიფტის მანქანასაც უეჭველი ლამაზად ავაწყობდი და ძალიან ლამაზი იქნებოდა და დამენანებოდა იმ მანქანის დამტვრევა და
სავარაუდოდ მაგიტო ვარ დრაგში და არ ვარ დრივში დღეს რა. ბუბუ, მადლობა ძალიან დიდი. კაიხარე. მე წარმატებებს გისურვებ წლევანდელ საქართველოს ჩემპიონატზე დრაგის სეზონზე და ასევე ძალიან გამიხარდება თუ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გახვალ, იასპარეზებ და გამარჯვებას ჩამოგვიტან ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მოსვლით, დაფასებით, გვერდში დგომით და თქვენს წარმატებას გისურვებთ. საუკეთესო სეზონი ყოფილიყოს თქვენთვისაც და ძალიან ბევრი ესეთი მაგარი პროექტი გადაგეხოთ. აუცილებლად თუ რამე ახალს გააკეთებ, მაყურებელს პირობას ვაძლევ, რომ კიდე აუცილებლად გადავიდეთ. კი, აღვნიშნე კიდევაც სუპრა გზაშია, ჩამოვიდეს, ვნახოთ, რას მოვიფიქრებთ, მე გადაგებინებთ და ერთად გადავიღოთ კიდე ძალიან მაგარი ესეთი ვიდეო. მადლობა, წარმატებებს გისურვებ. Came through dripping Aquafina, I'm sipping 15, kept a weapon on me. Flow make digits, I'm on my business, stack chicken like what it's gon' be. Crew in the cut, hey, you want us red run when I tell a peace. Love is როგორც დააკვირდით მეგობრებო, ვიდეოს ბოლოში ძალიან მაგარი და საინტერესო მანქანა გელოდებოდათ. აი ეს ჩვენი შესანიშნავი GT-ერი. GT-ერი, რო გითხრათ, რომ ყველა მეორე ბლოგერი GT-ს ტესტავს და იღებს თქო, მოგატყულებთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტაა საქართველოში და მინდა რომ ეს მანქანა მე გადავიღო, მინდა რომ ეს მანქანა თქვენთვის ჩვენ გადავიღოთ და მინდა რომ ძალიან მაგარი ტესტ დრაივი, როგორც აი ჩვენს არღზე დევს ტესტ დრაივები, რეისინგ ტესტ დრაივები შემოგთავაზო GT-ერისგან, იმიტომ რომ ბოლო რამდენი წელია GT-ერი არავის არ გადაუღია და ბესოქ, მოდი ეხლა წამოდი ჩემთან ერთად, კაპოტში ცოტა ჩავახედოთ ჩვენი მაყურებელი. ნუ ვიზუალურად რომ სერიოზულადაა დაზბორილი და მაგრათა, თავისი დისკები, დაკიდების სისტემით, რავი, ტორმუზით, ნუ კაპოტში გნით ვაფშე სხვა პორნოგრაფია და კარბონებია ჩვენ რო გვევასება ეგრე და რავი რა, ან ყველაფერია გაკეთებული ამ მანქანაზე, ძალიან დიდი შრომა, ფინანსები და დროა ჩადებული და ეს მანქანა დღეს საწვავის სისტემა ყენდება ამ მანქანაზე, დღეს გადავა დინოზე დანასტროიგდება და მომდევნო ვიდეოებში დაწერეთ მეგობრებო, კომენტარში დაწერეთ პლუსთან ერთად ვის გსურთ GT-რის გადაღება და გვირდებით რომ მე ამ GT-ს გადავიღებ და ეს GT-რი 1000 პლუსი იქნება და თქვენთან ერთად გავზომავ 100, 200, 250 და 450. რა ყველაფერს გავზომავ რაც კი შეიძლება. აი რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ და გქონდეს ფანტაზიაში ყველაფერს ვიზამ ამ მანქანი და ზუსტად ისე გავაკეთებ ამ ყველაფერს როგორც ამ მანქანა შეეფერება მეგობრებო. ეხლა კი გემშვიდობებით აი ესეთ შესანიშნავ ფონზე და გამოიწერეთ ჩვენი არხი, გადააზიარეთ, რადგან ძალიან ბევრ მაგარ და საინტერესო მანქანას გადავიღებ და არ გამოგჩეთ. აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩვენი არხი გამოწერილი. მე კიდე გემშვიდობებით კარგად იყავით.